დღეს თარსულას ბოროტმოქმედებს შევაფასებთ, იმიტომ რომ თარსულას მაცხოვრებლების გამწარება საკმარისი არაა და ახლა თავად უნდა შევაფასო, რამდენად კარგად ასრულებენ საკუთარ საქმეს. ზოგი მათგანი უკიდურესად ბოროტია, ზოგი უბრალოდ იდიოტი. ზოგმა ისიც კი არ იცის, რომ ბოროტმოქმედია. ლისტი მოიცავს შემდეგ საფეხურებს. S კლასი, ანუ ჯიხვს რომ ტრაქში ჩაბეროს, რქებს გაუსწორებს. A კლასი, ელიტური ქაოსი. B კლასი, ბოსის წლოკვი, ანუ პერსონაჟები, რომელიც მთავარი ბოროტმოქმედის ხელის ბიჭები არიან. C კლასი, კლოუნები და D კლასი. სახში წადი bro. მაშასე, დავიწყოთ. პირველი ბოროტმოქმედი, დუღაბი, aka დევი. მოდი გადავხედოთ დუღაბის მოღვაწეობას. არ აქვს ფული, ყველამდე 20 ლარი ხო არ გაქვს. ცდილობს დუნდღლის ყიდვას. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სახე ტრაკს უგავს. რა გაგიჭერდა ესეთი ეს ტრაკის სახიანი დევი რო არ ჩაგენაცვლებინა? გახდა სუპერბოროტმოქმედი და ითრია იარაღი, რომლითაც წამში შეუძლია მიგადუღაბოს. შე როგორ ხარ თინიკო? რავი, შედუღაბებული ვარ. ახლა კი მისი მიღწევები ჩამოთვალოთ. გაიტანა მაღაზია, მაგრამ მაშინვე დაიჭირეს. დაკითხვაზე კინაღამ ყველაფერი დაფქვა. წავიდა ეფსიკაზე, სადაც რობოტმა ჩაანაცვლა და იმის მერე იქ გდია. არავინ მოდი ხარ საშველად? ბატონო დუღაბო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლოუნებში. სჯობს დამსახურებულად C კლასში იყო, ვიდრე დაუმსახურებლად S-ში. შემდეგი ბოროტმოქმედი, პაპუას თანამედროვე. ხომ არ გაგიკვირდათ ამ სიაში რა უნდაო? იქნებ არც გახსოვთ, რომ ის უბრალოდ მაგიის სკოლის დირექტორი კი არაა, ემალება პოლიციას. პოლიციიდან ხო არ ხართ, ჩემი დედა? ურთიერთობა აქვს ამ უცნაურ არსებებთან, მაგრამ ამ მტკიცებს, რომ ორივე სრულწლოვანია. რა, ორივე სრულწლოვანია, ძმა. ვაჭრობს დრაკონის ფუნით. აუ, კი, როგორ არ მინდა, ძმა, რამდენად ყიდი? კილოში 100 გალონი. რა იყო, შენი თაზრობ ტრაკიდან, თუ რა ფასია ეს რა? აყავს ტყვეები. ანუ ის ტყვე როგორ გავუშვათ, კაცო, თქვენ არ გითხარით, რომ ჭკუა ასწავლეთო? მე ვასწავლეთ ჭკუა. პაპუას თანამედროვეზე კიდე ბევრ რამეს გავიგებთ მომავალში, მაგრამ მერწმუნეთ როცა ვამბობ, ის ნამდვილი A კლასის წარმომადგენელია. გადავიდეთ შემდეგ ბოროტმოქმედზე. გამოჩენილი ქართველი შობელძაღლი შიბლა ბოღმიანი. მიუხედავად იმისა, რომ შიბლა ექშენში მხოლოდ ერთხელ ვნახეთ და იქაც პოლიკამ მიძუყნა, მაინც საკმარისია რომ ბოროტმოქმედი უწოდოთ. არა იმიტომ, რომ ვინმესთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ გონება ხრინდატორივი ტუნტყლით აქვს დაფარული. მისი სარგებელი მხოლოდ ერთია. ბატონი შიბლაც ბიზნესმენია, თუ რა უნდა აქ? არა, მაგრამ ბევრს ყვირის და რეიტინგისთვის კარგია. მისი სიბოროტე კი გამოიხატება ბნელეთისადმი მიდრეკილებაში. სულ არ იყო ბიზნესი საჭირო კომუნისტების დროს, ყველას სამსახური ჰქონდათ, იცით თქვენ? მოდი ბევრი აღარ გავაგრძელოთ და ბატონ შიბლას მისი საკადრისი ადგილი კლოუნებში მიუჩინოთ. დრაკო მალფოი. იცით მამამისი ვინაა? შენ თუ ტრაკი ხარ, მამა შენი რა ვიცი, პროჭი იქნება ვინმე. რა ბიჭო? ტრაკოს ბოროტმოქმედობა მხოლოდ მის ხასიათში გამოიხატება და მეჩი არაფერში. უკვე ვნახეთ, რომ პოლიკამ ტრეშ-თოლკშიც გაანადგურა. მომისმინე ტრაკო, თუ არ გინდა ეგ დოჟრაჟი ტრაკში გაგიკეთო, გირჩევ თავიდან მომწყდე. მაგიურ დუელშიც და არც ყველზე ჯადოს მოხსნა გამოუვიდა. მოდი უბრალოდ სახლში წადი, bro. შემდეგი ბოროტმოქმედი ვიცი რომ ბევრს გიყვართ. მივეგებოთ ბატონი რაული ყარაყაული. მე რაული ვარ, ყარაყაული. მიუხედავად იმისა, რომ რაული ბუკუნდუსთან შემდეგ სიტყვებს ამბობს. არა გაქვთ ბიჭო, რაული ვარ, ყარაყაული. კანიონიერი. სისულელე, ის უბრალოდ ბირჟავიკების ლიდერია და მეტი არაფერი. ფლავდება თითქმის ყველა საქმეში, რასაც ავალებენ, გული უჩუყდება ყველაზე საზიზღარ პოეზიაზე, 10 სიტყვიდან 15-ში საკუთარ დედას აგინებს. ჩემი დედაზე. და უბრალოდ იმას შეუძრება, ვინც აჭმევს. შენ ნამდვილი ბოსის ძლოკვი ხარ, რაულ, ამიტომ ამაყად შეგიძლია დაიკავო B კლასი. მისი სახელია კობა. ეს მწვანე ბალახზე შეყარებული ბუნჩულა ყუთი ახლა სულაც არაა ბოროტმოქმედი. მეტიც მისი მთავარი ძალა რეალობის მანიპულაცია დაკარგული აქვს, მაგრამ მოდი იმ პერიოდით შევაფასოთ, როცა ბოროტმოქმედობდა.
უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ჭკვიანი ყუთია. ისე რომ თარსულას რეალობაში არც იყო ტვინი აურია განდრონს, შავ ქათმებს, ჩელიფინას და საკუთარ მსახურებად აქცია. გარღვია რეალობა და თარსულას სამყაროშიც გადმოვიდა. მაცხოვრებლების ყოველდღიურობა პრაიმ ჰაუსადაც აქცია და უნდა ვაღიაროთ, თარსულას დაარხეული ქონდა რომ არა ემაილის ბრწყინვალე იდეა, რომ ამ ყუთიდან ბულბულატორი ამოიყვანათ. შენი ადგილი ეს კლასშია კობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტიპი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უყურებს. მარტო ამის გამოც ეკუთვნის ეს კლასი. იცი შემდეგ ბოროტმოქმედს რა ქვია? მე ფუკუნდუსია. ფუკუნდუსია, მე თვითონ ვერ ვიტყვი? რა შეგვიძლია ვთქვათ ფუკუნდუსზე? ხმაში ყივილები აქვს? დამღაბება უნდა მაცადეთ. არავინ გაბედოს გაცინება. ჯოჯოხეთის აჯანყების მეთაური გახლდათ? მე ფუკუნდუსი ვარ. მას შემდეგ რაც პოლიკამ სახე გააძრო, უფრო ძლიერი დაბრუნდა, დაატყვევა უძლიერესი არსება კატაკლიზმა და მის ძალასაც დაეპატრონა. საბოლოოდ ჯოჯოხეთის ხელში ჩაგდებად შეძლო. ის პირველი ბოროტმოქმედია, რომელმაც რეალურად მოახერხა არა მარტო თარსულას, არამედ მთელი პლანეტის განადგურება. რა გიკვირთის ხომ? მე ფუკუნდუსი ხარ კი. მიუხედავად იმისა, რომ ჭკუით არ გამოირჩევა, მის ძალებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ასე რომ ბატონო ფუკუნდუს დაიკავეთ თქვენი ადგილი ეს კლასში. ეჭვი არ გვეპარება, რომ თუ ჯიხს ტრაქში ჩაბერავთ, რქებს აუცილებლად გაუსწორებთ. შემდეგი ბოროტმოქმედი ბევრის ფავორიტია. პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი, იგივე პოლიკა. შეიძლება ვიღაცებმა იფიქრონ პოლიკას აქ რა უნდა ბოროტმოქმედი არაო, მე კი გეტყვით, აბა, კარგად დაფიქრდით. მთელი არმია მომდევს, ფუკუნდუსი მოვკალი. ვიცი, ბაჭოს ფეხები უნდა მოვტეხოთ. რო? შენ რა გამღერებს, რა გიხარია? ები ამოყდა? შედიშლა კაცო. მელოტი, კაცების, გაქირავების ბიზნესი. შემთხვევით ხალხს დავაჯერე რომ უცხო პლანეტელი ღმერთი ვარ. თავიდან კი იყო ფულს მაძლევდა ყველა, მაგრამ ახლა მოდიან და თავის დანაშაულებს მიყვებიან და რაღაც გაკეთებას თხოვენ. ჩემბრალი არა, ქალბატონო ვასკილო. მე მაუგლი ვაფშე არ მინახავს და არც იმ მკვდრის ხეულზე ვიცი რამე, ბატონ შანგის რომ დაეცა თავში. მიიჯვი გაიოს. ლუდი უკვე ისე უჯანჯღარე გახსნიან თუ არა დედა აქვთ ბ***ული. პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი რომ ადამიანი ყოფილიყო, ის აუცილებლად ქაოსი იქნებოდა. შეუძლია ადამიანების დარწმუნება, იყენებს მაგიას, იწყებს რელიგიებს ფულის შოვნის მიზნით, ქმნის წარმატებულ ბიზნეს მოდელებს, სახე გააძრო ფუკუნდუს, ებლატავა განდრონს. ადამიანი არ დაუტოვებია, ვისაც გიშლა არ უწოდა. ისეთ ყველა სიგიჟის ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს წაიღებს. ამიტომ პოლიკ დაიკავე შენი ადგილი A-ლისტში. შენი ქაოსი ნამდვილად ელიტურ ლეველზეა. შეიძლება ჯიხს რომ ტრაქში ჩაბეროს რქები ვერ გაუსწოროს, მაგრამ იმდენს იჩალიჩებს, რომ ჯიხვის რქები ბოლოს მოღუნული მაინც არ დარჩება. შემდეგი პერსონაჟი ჩლიფინა. ჩლიფინას ერთადერთი მიღწევა სერიალში ისაა, რომ გამტყდარ კვერცხს დააფსა. ბევრი ლაპარაკის გარეშე შეუერთდი სხვა კლოუნებს. შემდეგი ბოროტმოქმედი განდრონი. მიუხედავად იმისა, რომ ბოროტმოქმედი აღარაა და რეპერობას მიჰყო ხელი, მაინც შეგვიძლია ბოროტმოქმედთა სიაში ჩავამატოთ, რადგან მან სწორედ ასე დაიწყო. ისე ბრძოლა ფურსასხლეთს, კობას, ხრინტატოს. შენი ადგილი დამსახურებულადაა ეს ლისტში და ჩვენ გვჯერა, რომ ჯიხს რომ ტრაქში ჩაბერო, რქები კი არ გასწორდება, საერთოდ გაძვრება. გარეთ გარები კი არ ქრის ჩემი პროპელერია, ყურზე მოსყიდება მისი აზრი რომ პირველია. შენი გმირობის ეპოსიც მაგაცროდ როდელია, ფაშისტის განდრო. შემდეგი ბოროტმოქმედი ბუშტი. ფუკუნდუსის მარჯვენა ხელი, ილუზიების დიდოსტატი, ის ეშმაკის კუილითაა გაბერილი. მან ჯადოქრებით სავსე ბაზას პირდაპირ მნიშვნელობით გადაუარა, შეძლო ბიჭების გაცურება, იმის მიუხედავად, რომ მის ძალებში გაერკვნენ. აქვს ერთი სისუსტე, თავის ბოსზე სიცილს და გადაობას ვერ წყვეტს. არავინ გაბედოს. მისი ადგილი აკლაშია. ის ღირსეული ელიტური ქაოსის წარმომადგენელია. შეიძლება ფიქრობდით, რომ ეს კლასში მოხდებოდა, თუმცა არა. ისეთ გმირებთან, როგორებიც არიან კობა, განდრონი და მაჯიკა, ძალის მიხედვით ვერაფერს გახდება. თუმცა ვაცადოთ, შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ამ პერსონაჟს თავისთავად ჯერ არ ამოუწურავს და სავარაუდოდ მალე ვიხილავთ. შემდეგი ბოროტმოქმედი წვედი. წვედს სტოპი არ აქვს.
გადააგდო მთელი ქალაქი, ფული დაახია ყველას, მათ შორის საკუთარ შვილსაც, აკეთებს წინასალტოს, უხს ატარებს პლანეტებს, ისვრის 500 კილოიან ძროხას, აკუებს შორ დისტანციაზე, სვამს ცხვარივით. ეს კაცი ნამდვილი ელიტური ქაოსის წარმომადგენელია. ამიტომ ამაყად დაიკავე შენი ადგილი A კლასში, ბატონო წვეტო. შემდეგ ბოროტმოქმედს ჩემი აზრით ყველაზე მეტს აგინებდნენ კომენტარებში. ხრინტატორი, ნამდვილი შეშლილი, წმინდა სისხლის ბოროტება, რომელსაც უბრალოდ სამყაროს მოსპობა კი არ უნდოდა. უნდოდა მაცხოვრებლებს თავად დაეჭამათ ერთმანეთი. მან თარსულას მოსახლეობა სრული ტერორი გამოატარა. ის იყო პირველი დამნაშავე, რომელმაც ეკრანიდან დროებით რეალურად გამოგვაცალა პერსონაჟები. თუმცა მისი ადგილი ეს კლასში არ გეგონოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხრინტომ თარსულას მოსახლეობას გადაუარა, მისი ძალები ეს კლასს მაინც არ მიეკუთვნება. ის საშიში მხოლოდ სიზმრების სამყაროშია, სადაც ყველაფერს თავად აკონტროლებს. ამ სამყაროს გარეთ მას დიდად არაფრის გაკეთება არ შეუძლია და როგორც სერიალში ვიგებ, სიზმრების სამყაროც კი მას კი არა, ფერიას ეკუთვნოდა. ასე რომ ხრინტატორო, მიბრძანდით A კლასში და მეტჯერ ნუღარ შეგვაწუხებთ. დღეისათვის სულ ეს იყო. სავარაუდოდ პერსონაჟები გამომრჩებოდა, ამიტომ თუ თქვენ ვინმე გახსენდებათ, დაწერეთ კომენტარებში და ისიც მიაწერეთ, თუ ზუსტად რომელ კლასში მიუჩენდით მათ ადგილს და რატომ. მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით.